ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებიდან ცეცხლი გასცეს. შენობებიდან გვესტვრიან. გასაგებია. ვაგრძელებთ მოძრაობას. სამი კაცი გამოყვან. Амалс хусинка. Вырысактан албазадысты. Юлдарчина албазады. Юлдар мардысты. Махуайт ташаразыч. Махуайт бира налбауром жесте. Тагды амуэ жесте. Где подкрепление? Блядь! Это мата, слышь. Не бойся. Прорвемся. Мата, слышь. Не стреляйте! Здесь мирные граждане! შეწყვიტეთ ცეცხლი! Вы что, совсем охуели? Суки больные! Да они ж могли ее застрелить! Gurjaktan alzınıç. Şikabaru.
შემოხვიდე! თორე მოვაფეთქე! რა გინდა რა სიტყვა? მანქანა! და აქედან უნდა გამიშვათ. რამდენი ხართ? ცოცხლები მარტო მე და ეს ქალი ვარ. არის რომ მარტო შემოვდივარ. მოიცა. შემოდი. Стоять. Не убивайте. Я журналистка. Не убивайте. Я журналистка. Не убивайте. Я журналистка. Давай раукнет. Раукнет, Мерки! Раукнет! Отличный урожай. Надо его доставить в амбар. Где амбар? Все установлено пока. Короче, где-то замечены серьезные люди. Большие бабки скинули. Главное найти серьезных людей на вашей территории, чтобы подготовить подарок для праздника. Понял? Ясно. Хорошо. ის არის. დარწმუნებული ხარ? ეს არის ეს. ინალკო დოხოვე. მე რა შედაგჭირდით? მან ამას რატომ აჩვენებთ? იმიტომ რომ ერთადერთი ხარ, ვისაც ინალკო დოხოვის სახეზე ყავს ნანახი. ესე იგი ისიც იცით მაშინაც მოხდა. ჩვენი საქმე ეგ არის. გეცნობა? ის გოგოა. ჟურნალისტი. მოდი ხა, მოკლედ მოგიყვები ვინ არის ინალი. იგივე ეფრემ ბორეკინი, საბჭოთა სუკის გაწვრთნილი ძვირადღირებული დივერსანტი. თავის დროზე ხელმძღვანელობდა დივერსიულ ჯგუფებს ავღანეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ინალი კავკასიაში გადმოისრულეს. მონაწილეობდა აფხაზეთის და ჩეჩნეთის ომებში. ამის კისერზეა რამოდენიმე უსერიოზულესი ტერაქტი ჩრდილოეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ინალის იგივე სკვითის მოქმედების არეალი სამხრეთ კავკასია, აფხაზეთის სამაჩაბლო. ეფრემ ბორეკინი ოფიციალურად დაეწერა ინალ კუდუხოვად და დღემდე ამ სახელით აგრძელებს მოქმედებას. ეს ახვარი ამ ქალის გამო გაუშვი? ასე ჩავთვალე საჭიროდ. ხოდა ესე იქცა ტერორისტი გმირად. კიდევ გაინტერესებთ რამე? ჯერჯერობით მეტი არაფერი. მაშინ ნახვამდის. დროებით.
გაიღო, ხო შვიდობა. კი, ძველი ამბავია. მე მაქვს ახალი ამბავი. რა ხდება? რობინ ჰუდმა კაცი მოკლა. კი? რა ლამაზია რა. წავიდეთ რა. ხო, წავიდე. საწავი ვის უნდა მოეკლა? ვინმეზე ხომ არ გაქვთ ეჭვი? დაგისხათ. არა, მადლობთ. როდის აღმოაჩინეთ და რა ვითარებაში? დაქალთან ვიყავი ივენზე. ბევრი დავლია. მე რაღაც ცუდად გავხდი და სახლში წამოვედი. დაქალთან მარტო იყავით? კი. ჩემი ქმარი გერმანიაში იყო. ღამით უნდა დაბრუნებულიყო. აქ რომ მოვედი, სევალოდის მანქანა დავინახე. ვიფიქრე, რომ დროზე ადრე ჩამოვიდა. გააგრძელეთ. შუქი ყველგან ჩამქრალი იყო. სახლის კარი ღია დამხვდა. ძალიან შემეშინდა. მაგრამ სახლში მაინც შემოვედი.
თქვენ გმირს რა ერქვა? სეველოდ გელეყო. რამდენი ხანი რაც დაუჯახდით? მეორე წელია. რა საქმიანობდა? სატრანზიტო კომპანია ჰქონდა. ტვირთების გადაზიდვებს აწარმოებდა. მიმართულება? ძირითადად SNG-ს ქვეყნებში. ესე იგი შეძლებული ადამიანი იყო. საკმაოდ. და გერმანიაში რა მიზნით იყო წასული? ონკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობდა. კიბოთი იყო ავად? კი. დიდი ხანია რაც დაუდგინეს. არა, მაგრამ უცებ გაურთულდა. თქვენმა ქმარმა მანქანა სადადოა. აეროპორტში მამუკამ წაიყვანა. ჩამოსვლის დროსაც ის უნდა დახვედროდა. და მანქანაც მასთან იყო. მამუკა ვინ არის? მამუკა ჩემი ქმრის თანაშემწე. გვარი. მაჩაიძე. თქვენი დაქალი საცხოვრობს? აქვე ორი სახლის იქით. სახელი? ალონა. ტიტოა. ხოდა ქალზე მეკითხებით. კრიმინალისტები მორჩნენ. ასე გები. ერთ მისამართზე კიდე უნდა გავიდეთ. დიდი მადლობა. არაფერს. თუ რამეში დაგჭირდეთ, შეგიძლიათ დაგუკავშირდეთ. რას ნიშნავს არ შეიძლება? ხო არ გაგიჟდით, ჩემი სახლია. აი, ჩემი ცოლი. მამუკა. თქვენი თანაშემწე? კი. მამუკა მაჩაიძე. და როგორ მოხდა თქვენს კაბინეტში და ისიც ისრით მკერდში? აეროპორტში უნდა მოსულიყო. ჩემი მანქანით. არ მოვიდა. დაურეკე. პასუხი არ გამცა. მე ჩემს ცოლს დაურეკე, არც იმან მიპასუხა. მე ჩავჯექი ტაქსში და წამოვედი. პირდაპირ სახში წამოხვედით აეროპორტში? არა. კანტორაში. უკაცრავად საათ. ოფისში. კეთობათი არაღი გიყვართ. კარგი კოლექციაა. კი, ძალიან. დიდი ხანია ვაგროვებ. ბოლოს როდის ელაპარაკეთ თქვენს თანაშემწეს? გუშინ. საღამოს 6 საათზე. რამე ისეთი ხომ არ უთქვამს, რაც თქვენ დაგაეჭვებდათ. არა. და ჩვენთვის არ გინდათ არაფრის თქმა? არა. რა მაინტერესებს იცი? რა? მე ჩემ ცოლს. აი ამაში როგორ შევიშალე. ნორმალურადაა. შოკში იყო. ეხლა სიწყნარე ჭირდება. წავედით.
დეტექტივი გიორგი ტატიშვილი. რამოდენიმე კითხვა გაქვს თქვენთან. იყო თუ არა დღეს თქვენთან სტუმრად ნესტან გელეყვა? იყო კი არა აქ არის, წავალ მოვძებნი. არა დამიჯერეთ. ნენე ეხლა აქ არ არის. აბა სად არის? სახლში. სადაც მოგლული აღმოაჩინა. უკაცრავთ მე ვარ მთრალი თუ თქვენ? მამუკა მაჩაიძე всеволод გელეყვას კაბინეტში იპოვეს მკვდარი. მამუკა? კარგად იცნობდით? უკაცრავთ. მობრძანდით? დილამშვიდობის. ეკა? შენ ახლა გინდა? დავბრუნდი. მეც ახუმრობ? არასდროს აღარ შემიძლია სახლში ჯდომა. გავგიჟდები ეს. სამსახურში მინდა. თუ დამაბრუნებთ? სიამოვნებით. მოდი. ოჩოხრა დაბრუნდი. დაჭიქი. რაზე მუშაობთ? კვლელობა. ბიზნესმენის კაბინეტში ნაპოვნია მისი თანაშემწის გვამი. ვერ ყოფილა კარგი მოსპინძელი, არა? ლაბორატორიიდან დარეკეს. კაბინეტში რაღაც ნივთიერების ნაწილაკები აღმოაჩინა. რა ნივთიერებაა? ჯერ არ იცი. უნდა უთხარი სასწრაფოდ დაადგინონ და როგორც კრემეს გაიგეთ, მეგრები ჩემთან. დიახ, ბოს. წესიერად. დიახ, შე. წესიერად მეთქი. კარგი, ხო. ესე იგი, უნდა დაადგინონ მოგლულის კავშირები, სამეგობრო წრე და საერთოდ ყველაფერი. ყველაფერი ისე მოქეკოთ მოკულზე შეიძლება, ხო? კარგია რომ გახსოვს. ავისთავთ. ეს ვინ არის? ეკას გავს. რაღაცით. დავბრუნდი. სწორი გადაწყვეტილება. მიხარია. რა გარკვია? მაჩაიძეების ოჯახი დიდი ხანია რუსეთში ცხოვრობს. აქ ერთადერთი ახლო ნათესავი ყავთ ბიძაშვილი, პეტრე მაჩაიძე. სწორედ ის დაესწრება სახლის დათვალიერებას. ძალიან კარგი, ხო და წადი და ბინა შეისწავლეთ. ჯერ პროექტურაში გავივლი მიზასთან. მე ბინასაც მეხვედავთ. შენ მიზასთან თუ წახვალ? ნინოსთან გაიყოლე. ხო. ჩვენი ახალი თანაშემწეა. კარგი. Ben profesyonelim. Ve bu kadar kolay bir şekilde eve demem. Bir gerçek aileciyim. Ve söylediğiniz para miktarı benim için fazla değil. ამბობსამ რეალური მყიდველია. ფასიც აწყობს. მაგრამ ესებმა თანხმობას ვერ იტყვის. თუ შეიძლება გითხრეთ რა სიტყავს? Neyistediğini soruyorlar. Malin kaliteli olduğunu bilmem lazım. Ben sadece 137 şireli mali almak istiyorum. Ne daha fazla ne de daha az. Bana mali gösterler. უნდა რომ ხარისხში დარწმუნდეს. კოდი 117 აინტერესებს. არც მეტი, არც ნაკლები. კი, მაგრამ სიტყვაზე არ გვენდობა, ხო? ნიმუშის ჩვენებას ითხოვს. კარგი. ეგრე იყოს. ამ დღეებში შევხვდებით და ტავარს და ფულს გავცვლით. Bugün nerede görüşüp malı göstereceğini söylüyorlar. Tamam. Tamam. Allah bereket. Tamam. Ne demek ne diyorsunuz? Ben o diyorum. Mega davixti.
თამამ? თამამ. მირზა. კამ. ახალია? გუში ყავი მოიტანეს. სენდვიჩზე გეკითხები. ინა? ხორციანია? მოხარშული ბურვაკია. ო. შევჭამ რა. მე რა პრობლემაა? ბიჭო, დილაობით მადა საერთოდ აღარ მაქვს. აი, ყელში არაფერი აღარ გადამდის. კი არა, მეც ეგრე ვარ. ავაგინა? მინდა. შაქრით თუ უ? უ. და უ. აია. ბოდიში. ვაიმე, თქვენ არაფერი შემოგთავაზეთ. ყავას ნებებ? გებრიელია. მართლა. ბურვაკის ხორცია ესეთი? მე მგონი ჯერ მეტი მოგვივიდა ხო ეს? ეგ აღარ დაბრუნდება. ჰადალია. მოკლედ ჩემო აკაკი. ესეთი ჯამრთელი გვამი ჩემ მაგიდაზე იშვიათობაა. მიჯო. რა? რაღაცა ფორმალინის გემო აქვს. მე ცოტა იქით ჭამე. ისე ეგ ბაზილიკია. მოხარ? ეს არის სიკვდილის მიზეზი. ხო აბა, სხვა. ძალიან გემრიელია. წარმოიდგინე, გვამზე ჭამე სენდვიჩი. რა მოხდა მე? რა მოხდა? მორგში ჭამა ნორმალურია? ეხა როგორ ახარ? ცოტა გამიარა. აი, ყურადღებას ნუ მიაქცევ. მირზასთან უარესები ხდება ხოლმე. გამარჯობა. თქვენ ჩვენ პოლიციიდან ვართ. გუშინ ვიყავით თქვენთან სტუმრად. გუშინდელი დღე კარგად არ მახსოვს. მე მელოდებით? არა, ბატონ სევოლოც. თქვენთანაც გვაქვს რამდენიმე კითხვა. კარგით ბატონო, წამობრძანდით. მამუკა მშობლებთან და ძმასთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. იქ გაიზარდა. სულ რაღაც 5 წელია რაც ჩამოვიდა. რა მიზეზით ჩამოვიდა? ამბობდა ფესვებს მინდა დაუბრუნდეო. საქართველოში მინდა ვიცხოვრო. მე არ ვიცი ვის უნდა მოეკლა ეს წესიერი და პატიოსანი კაცი. სანათესაოდან თქვენ გარდა აქ ვინ მიყავდა? ჩემზე ახლობელი არავინ. შეყვარებული ან საცოლი არ ყოლია? ამ 3 წლის წინ ვიღაც გოგო შეუყვარდა. თითქოს უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ჩაიშალა და იმ გოგოს სახელი ხომ არ იცით? ან რატომ დაშორდნენ საერთოდ? არა, სახელი არ მახსოვს. საერთოდ მამუკას არ უყვარდა თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. კითხეთ, რა გაინტერესებდათ? ჩვენ ვიცით, რომ მამუკა და ნენე საყვარლები იყვნენ. რა საინტერესოა, ვინ გითხრათ? კი, მართალია. მამუკას და ნენეს ერთმანეთი უყვარდათ. დაქორწინებასაც აპირებდნენ. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ფირმის დახურულ საღამოზე, სევომ ნენე ნახა.
მერე? მე ცოლად მოიყვანა. და მაჩაიძე შეეგუა ამას? რა თქმა უნდა. კარიერა გაიგეთა. სევო თავის თანაშემწედ დანიშნა. ერთმანეთს კიდევ ხდებოდნენ? კი. სევოლოდმა იცოდა? ხო იცით როგორც ხდება ხოლმე ყველაფერი იცის, მაგრამ არავინ არაფერს არ იმჩნევს. და ანუ არანაირი კონფლიქტი არ ქონიათ? სჩოლებრივ გააგრძელეს ცხოვრება? რა ვიცი, ყველა ბედნიერი იყო. და ბოლო პერიოდში რა ხდებოდა? როცა კიბო აღმოუჩინეს, სევოლოდი ძალიან აგრესიული და ეჭვიანი გახდა. რამოდენიმეჯერ ნენეს სერიოზულად ეჩხუბა. კონცემდა კიდეც. უთო? უთო? ანუ დოზიმეტრი. დანიშნულება? სამშობლო სიყვარული იზომება. ეს არის გეიგერ მილერის მრიცხველი. ამით რადიაციულ ფონს ზომავენ. გასაგებია. მაჩაიძის შეყვარებულის ვინაობა რომ გავარკვიოთ, ეგ იქნება კარგი. კი, არ იქნებოდა ცუდი. ისე ბინის დათვალიერებამ ვერაფერი გვიჩვენა. ხო, ხელჩასაჭირი არაფერი გვაქვს. ქონი არც ესეა საქმე არა? არ გეჩვენება რომ ეს ყვავილები ზედმეტად. ხო, ეთყობა სასუქს უყრიდნენ. ძვირიან სასუქს. დოზიმეტრი აჩვენებს რომ ამ ქოთანში რადიაციის წყაროა. და საკმაოდ ძლიერი. საყვარლები რო იყვნენ რა იცოდი? არ ვიცოდი. აბა რა დაგითხი? ვარაუდან. ესე იგი მოიტყვე. ეგრეა. ოჩახ, ბლეფი კარგად გამოგივიდა. ხო, პოკერის თამაში მიყვარს. იმედი მაქვს ჩემთან ბლეფი არ დაგჭირდება. გზას გააჩნია.
ცეზიუმ 127 ერთ-ერთი ყველაზე სასში რადიოაქტიული ნივთიერებაა. 2 გრამზე მეტი საკმარისი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. დიდი ოდენობით გავრცელებამ შეიძლება დედამიწაზე კატასტროფა გამოიწვიოს. რა შეჭირდებოდა მამუკა მაჩაიძეს ცეზიუმ 127? 6 თვის წინ ჩვენი სამსახური მამუკა მაჩაიძის და მისი ბიძაშვილის პეტრე მაჩაიძის საქმიანობით დაინტერესდა. რატომ? ნახევარი წლის წინ მაჩაიძეებმა პირველად დაიწყეს მოძრაობა რადიოაქტიული ნივთიერების შეძენის მიზნით. რუსეთიდან? რუსეთიდან. იქ კონკრეტულ პიროვნებაზე გავიდნენ, ვისაც საკმაოდ დიდი რაოდენობით ცეზიუმი უნდა შემოეტანა. მაჩაიძეებს ის ვიღაც ისლამისტ მყიდველთან უნდა დაეკავშირებინათ. პირველადი შეხვედრა შედგა, რუსმა სინჯი გადასცა მაჩაიძეებს, მაგრამ მოულოდნელად აურთულდა. ბეთო მიეჭვა რამე? შეიძლება ზუსტად არ ვიცი. ჩვენმა სამსახურმა საქმე დროებით დააკონსერვა, მაგრამ ბოლო მომენტში ჯგუფი გააქტიურდა და საქმეც განახლდა. შეიძლება მაჩაიძე ამ ცეზიუმის გამო მოეკლათ. არა მგონია. მამუკა მაჩაიძის სიკვდილი წესით არ აწყობდათ. ასეა თუ ისე, ალბათ ჯობია გამოძიება ერთად გავავრცელოთ. ვიმუშაოთ. ლაბორატორიიდან პასუხი მოვიდა. გელეყვას ბინაში აღმოჩენილი ნივთიერება ცეზიუმ 127-ია. შემთხვევის ადგილზეც და მოკლულის ბინაშიც ცეზიუმის კვალი აღმოჩენილი. ხო, კიდემ. მოდულის მონაცემთა ბაზაში მაჩაიძეებზე საინტერესო ინფორმაციას მივაგენი. შენ ვინ მოგცა მაგის უფლება? უცბად არ გაიგონ რა. ნუ გონია ის გაიგერაც არ გვინდოდა რომ გაგიგო. უი, ვერ შეგამჩნიეთ. გაგაგვიძე? შემოდი. მეძინა ახლა ავდექი. მარის სახლშია? არა. დაგისხა? კი, დავლე. ოფისში უნდა შევხვედროდი. ველოდე და არ გამოჩენილა. სად შეიძლება იყოს? არ ვიცი. სამსახურში რატომ არ იყო? გონზე არ ვარ. საშინლად მომექცა. ცემა? პოლიციელები რო წავიდნენ, სერიოზულად ვიჭყბეთ. თემა? შენზე იეჭვიან. ჩემზე? ხო. რო შემოვედი კისერზე ეკიდეო. მერე კაბაზე გამიხურა. ბუზივით გაცვია. და დამახია. რო დაინახა, რომ ლიფი არ მეცა, სულ გაგიჟდა. დამაგდა და ციხლებით შემდგა. მერე ეწყობა მოვუნდი. და ცხოველებით მიხმარა. პირში საკუთარი ფიქინი ჩამიდენა, რომ არ მეყვირა. მე სახლიდან წავიდა. სად? არ ვიცი. როგორ არც დაურეკავს? არა. ძალიან ცუდად. დარჩი რა ჩემთან.
დავრჩე? ხო. იცი როგორი ფიზა ვარ. მოკლეს თუ მოკვდა? რა ვიცი. თავისი შეფის კაბინეტში ნახეს ტროპი რა. მაგის დედა შევეცე მე. მაგის დრო იყო ეხა. ვიცი. ჩვენ საქმესთან რამე კავშირი ხო არა აქვს პეტრე? რას ამბობთო? რამეში ხელს ხო არ შეგვისლის? რა სისულელეა ზულადო? რაღაც ყლეობის გამო მოკლეს რა, ვიღაცასთან ჩხუბი მოუვიდა თუ რაღაც ეგეთიო. ბიჭო, მამუკა სიკვდილ ჩვენ საქმესთან რა საერთო აქვს? თან რაღა დარჩა ცოტაც და ეგ არის რა. პეტრე. ხო არ დაგავიწყდე სად მუშაობ? მაინც გავიგებ. გეკადრება ზურა, კარგი რატო? ხვალ-დილით გამოგევლე. ლარსე უნდა წავიდეთ. გენერალი ჩამოდის? ო. Хорошо. ვერ ხვდები, რატომ მოკლეს მამუკა მაჩაიძე ზღვის ბინაში. რა შუაშია რადიოაქტიული ნივთიერება. აი საერთოდ სად გაქრაგელეყვა. მოკლედ ძალიან აბურდული საქმეა. აბურდულია იქამდე, სანამ ყველაფერი ლოგიკურად არ დავაგდება. ჯერჯერობით ვერანაირ ლოგიკას ვერ ვხედავ. აკაურობას რომ შეეჩვევი, გაურკვევად სულ უფრო ცოტა რამე მოგეჩვენება, დამინჯერე. მურგის გარდა ყველაფერს შევეჩვევი. წარმოდგენა არ აქვს, ნინეს ქმარი სად არის? მოიცა, გუშინთელის მერე არც უნახავს და არც ტელეფონით დაკავშირებია? არაო. პრინციპში არც უძებნია. მაგარნაცემი იყო? კი, მთელი ტანი ჩალურჯებული ქონდა. მოიცა, ტანის დათვალიერება სადღამ მოასწარე? შემთხვევით დავინახე. მიდი. გეფიცები. შენი. მოკლედ გაქრა კაცი. არც სახლში, არც სამსახურში. იქნებ მიიმალა. შეიძლება. პრინციპში ყველაზე რეალური ეჭვმიტანილი გელეყვაა. თან მოტივიც აქვს. ეჭვიანობა. არც ნახოთ. მარი მანახე. დაწნარდი, არ შეიძლება. მარი მანახე მეთქი. რეანიმაციაში ეგ შესვლა არ შეიძლება. იცია. დამშვიდი, ჯობია სახლში წახვიდე. სანამ ჩაგვარს არ ნახავ, არ წავალ აქედან. Ну, Виталий, выпьем за успешно проведенную операцию. За это выпьем, когда все закончится, а пока будем пить за мой приезд. Товарищ генерал, зачем волноваться? Ну, все будет окей. Виталий, у нас реальный покупатель. На днях встретимся и обменяем товар на деньги. Вот когда обменяем, тогда и отметим. Братцы, я всегда знал, что на меня трудно пойдет. И этим путем заработаю большие деньги за наши мечты. И за ваш приезд, товарищ генерал. Моди.
არაფერს არ ჭამს, ეს ჩემისა. Цену клиент знает? Конечно, Виталий. 1 лимон. Виталий, а товар-то не забыл? Люблю, блядь, когда грузины шутят. Наливай, блядь. Ну, Виталий. დიდი მადლობა. როგორ გეძინა? ცუდად. მესმის. ძალიან მიყვარს. ვის გულისხმობ? როგორ ვის? ჩემ ქმარს. რამე რომ მოუვიდეს, თავს მოვიკლავ. იცოდე მაღაზია არ იფიქრო. 10 ცენტი თქვენთან შეხვედრას ითხოვს. მამიკო. სიყვარულო. მოგეშინია. ყველაფერი კარგად იქნება. გაიგე, მამიკო. გესმის ჩემი? ჰა? რა გინდა? Alona? როგორ არის? ძიმეთ. ნინი სად არის? სეველოდთან არის შესული. რა მოხდა? მომიკვდა. It's